პოლიტიკური თვალსაზრისით არაფერი არ აფასებს და კრავს ივანიშვილის მმართველობის 13 წელს ისე კარგად, როგორც იმ კაცის მდგომარეობა, ვინც რამოდენიმე წლის წინ მგზნებარე სახით და ვასალური მლიქვნელობით ბიძინობას უნდლცავდა მთელ საქართველოს გაყალბებული არჩევნების შემდეგ. ეხა სად არის ეგ კაცი ირაკლი ღარიბაშვილი, რა დღეშია, რას უშვება თავად ბიძინა და ბიძინობა მას? ეგ ასახავს ყველაზე კარგად თუ რა არის ეს 13 წელი. 13 წელი უდიდესი ცვლილების და იმედის ქართველი ხალხისა 2012 წლის 1 ოქტომბრის, რომ ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ხალხმა მოახერხა და დემოკრატიული წესით ხელისუფლების ცვლილება ისწავლა და შეძლო, აი ამ დიდი იმედის ჩასახვიდან და დიდი გამარჯვებიდან 13 წლის თავზე მივედით ქვეყანაში, სადაც თვრალი დუგინი არის მთავარი მოლაპარაკე თავი ხელისუფლების, სადაც იზოლაციონიზმი გახდა სახელმწიფო პოლიტიკა და სადაც დემოკრატიის დასამარებით არის დაკავებული მთელი სახელმწიფო ვერტიკალი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიტიკური კანიბალიზმით პოლიტიკური კანიბალიზმით დაბოლოვდა ეს 13 წელი და კრონოსი თავის შვილებს ჭამს.